პორტუგალოსების ახალი სპორტული ფორმა ქართველი მორაგბეები 2011 წლის მსოფლიოს თასზე ახალ ზელანდიაში კუგას ფირმის ეკიპირებით იასპარეზებენ. ქართულ მორაგბეებს ახალი მაისური რუმინეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა გადასცა. პორტუგალოსები პრინციპული შეხვედრის მოლოდინში არიან. საქართველოს ნაკრებს რუმინელებთან ურთიერთდაპირისპირებაში უარყოფითი ბალანსი აქვს და პორტუგალოსები ხვალინდელი მატჩისთვის განსაკუთრებულად მოტივირებულები არიან. 5-4 ვაგებთ საერთო ჯამში. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ მოვიგებთ და დავიბრუნებთ ამ თასს და 5-5 გახდება. მე ვთქვი კიდევაც, რომ ერთადერთი სერიოზული რაგბი ვისთანაც შეიძლება რომ ვითამაშოთ და სერიოზული კონკურენცია გაგვიწევს რაგბის მხრიდან და არა ფიზიკური მხრიდან, ესენი არის რუმინელები. ყოველთვის იმ თავიდან იყვნენ და დღესაც აი აქ არიან. ბოლო მატჩი პორტუგალიასთან მოვიგეთ, თუმცა თამაშის ხარისხით კმაყოფილები არ ვართ. ამ შეხვედრის შემდეგ ბევრი დეტალი გავაანალიზე და ხვალინდელი დაპირისპირებისთვის ვფიქრობ, კარგად მოვემზადეთ. რუმინეთი ძალიან ძლიერი და ანგარიშგასაწევი გუნდია. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და მაქსიმალურად უნდა მოვმოbilizeდეთ, რათა ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ. სეზონის ბოლოს საშინაო შეხვედრა საქართველოს ნაკრების საბრძოლო შემადგენლობით ხდება. პაუზის შემდეგ გუნდს მონპელიეს მესამე ღაზის მოთამაშე მამუკა გორგოძე დაუბრუნდა. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში წელს პირველად გიორგი ჟღენტი და გიორგი ნემსაძე ითამაშებენ. რუმინეთის წინააღმდეგ იასპარეზებს გია ლაბაძეც, რომელმაც ბოლო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ერთ თასზე ზედიზედ მეოთხე შეხვედრის მოგების შემთხვევაში ქართველი მორაგბეები ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გათამაშების გამარჯვებულები გახდებიან. საქართველოს ნაკრები 14 ქულით ჯგუფის ლიდერია. რუმინეთს კი 5 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზეა. ყოველთვის ქულაზე მიდიოდა მაგათთან თამაში, ყოველთვის დაძაბული რთული თამაში იყო. თან შარშანდელი თამაშის წაგებით რემონში უნდა ავიღოთ ჩვენს და ვემზადებით ოპტიმალური შემადგენლობით ავართ. ძალიან დიდი სერიოზულობით, დიდი რთული სამუშაო ჩავატარეთ ამ კვირაში და ჩემი აზრით ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება. საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე გათამაშება ძალიან კარგად დაიწყო. პირველი ორი შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგეს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენმა გუნდმა ბოლო 3 წლის მანძილზე პროგრესი განიცადა. საქართველოს ნაკრები გამოცდილი მორაგბეებით არის დაკომპლექტებული და მათთან თამაში ყოველთვის პრინციპული და დაძაბულია. ჩვენ შეკრებით კმაყოფილები ვართ და იმედი მაქვს, ხვალ კარგი თამაშის ჩვენებას შევძლებთ. საქართველოსა და რუმინეთის მატჩამდე ერთი დღით ადრე თბილისში რაგბის კომაგებისთვის მაღაზია რაგბის სამყაროს პრეზენტაცია გაიმართა. ადგილისა და ცხვარიდან გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების ატრიბუტიკასა და სუვენირებს შეიძენს კომაგთა თხოვნითა და რაგბის კავშირის ინიციატივით დაარსდა. ნამდვილად არის რაგბის და რაგბის გულშემატკივარი ზღირს იმისა, რომ მაღაზია ყოფილიყო, სადაც რაგბის გულშემატკივარი შეიძლებოდა მისთვის სასურველი სარაგბო ატრიბუტიკის შეძენა და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ეს მოხდა, ეს ოცნება ასრულდა. ძალიან დიდი შრომა გაწია შეპესე ქართულმა რაგბმა, ბიჭებმა, ძალიან ბევრი იშრომეს. იყო ხშირი ზარები რაგბის კავშირში, რომ გვინდა აქსესუარები, გვინდა საგულშემატკივრო მაისურები. და ნუ აი წლების განმავლობაში ამ ბიჭების ჩვენი ეროვნული ნაკრების რაღაც პოპულარიზაციასთან ერთად გაჩნდა მოთხოვნა დიდი მოსახლეობაში, რომ ყოფილიყო რაღაც ანალოგიური მაღაზია. ჩვენს გადავწყვიტეთ უცებ და თქვენ ნახევარში ხორცის შევასხით ამ იდეას. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან ბოლო მატჩი გასულ სეზონზე ბუქარესტში ჩაატარა და 22-10 დათმო. ტრადიციული ანთიმოს ივერიელის თასიც რუმინელებს დარჩა.